დიჰიბრიდული შეჯვარება. ეწოდება ორი სხვადასხვა წყვილი ნიშნის მქონე ინდივიდების შეჯვარებას. მოდით განვიხილოთ მენდელის კვლევა და პარალელურად გავეცნოთ ამოცანის ამოხსნის მეთოდს დიჰიბრიდულ შეჯვარებაზე. ყვითელი ფერი ავღნიშნოთ დიდი A100, მწვანე ფერი ავღნიშნოთ პატარა A100. გლუვი ფორმა ავღნიშნოთ დიდი B100, ხოლო ნაოჭიანი ფორმა ავღნიშნოთ პატარა B100. მენდელმა გლუვი ყვითელი თესლის A დიდი, B დიდი და დანაოჭებული მწვანე თესლის A პატარა, B პატარა წმინდა ჯიშის მცენარეები შეაჯვარა. მოდით გამოვიტანოთ გამეტები. დედრობითი მშობლიური ფორმიდან გამოვა A დიდი, B დიდი გამეტა. ხოლო მამრობითი მშობლიური ფორმიდან გამოვა A პატარა, B პატარა გამეტა. მათი დაწყვილებით პირველ თაობაში მიიღება ყველა ერთგვაროვანი მცენარე, ყვითელი და გლუვი თესლის, ანუ A დიდი, A პატარა, B დიდი, B პატარა. შემდგომში მენდელმა გააგრძელა პირველი თაობის ინდივიდების შეჯვარება. მათი შეჯვარებით მეორე თაობაში მოხდა ფენოტიპური დათიშვა შეფარდებით 9, 3, 3, 1-თან. როგორც მიხვდით, ამ შემთხვევაში მშობლიური ფორმები გამოდის პირველ ცდაზე მიღებული F1 თაობა, ანუ A დიდი, A პატარა, B დიდი, B პატარა. F1 თაობის მდედრობითი ნიშნებიდან გამოვა შემდეგი გამეტები. A დიდს დავაჯგუფებთ საკუთარვე B დიდთან, ანუ A დიდი, B დიდი. ამავე პრინციპით, A დიდს დავაჯგუფებთ საკუთარვე B პატარასთან, A დიდი, B პატარა. ისევ მდედრობითი ფორმის A პატარას დავაჯგუფებთ საკუთარვე B დიდთან, ანუ A პატარა, B დიდი. და იგივე პრინციპით, A პატარას დავაჯგუფებთ B პატარასთან. ანუ აქედან მივიღეთ 4 ტიპის გამეტა. A დიდი, B დიდი, A დიდი, B პატარა, A პატარა, B დიდი, A პატარა, B პატარა. ვინაიდან F1 თაობაში მამრობითი გენოტიპით ზუსტად იგივეა რაც მდედრობითი, მისი გამეტებიც იდენტური იქნება. შემდეგი ეტაპია ჩვენ მიერ გამოტანილი მდედრობითი და მამრობითი გამეტების ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც ცხრილის სახით ხედავთ. მოდით განვიხილოთ თუ რა ხდება აღნიშნულ სქემაზე. ჯამში გვაქვს 16 ჰიბრიდული ფორმა. აქედან 9/16 ორივე დომინანტური ნიშნის მქონე ინდივიდებია, ყვითელი და გლუვი. შესაძლო გენოტიპებია A დიდი, B დიდი, B დიდი. ასევე A დიდი, A პატარა, B დიდი, B დიდი. A დიდი, B დიდი, B პატარა. A დიდი, A პატარა, B დიდი, B პატარა. 3/16 კი დომინანტური და რეცესიული ნიშნების მქონე ინდივიდებია, ყვითელი და ნაოჭიანი. შესაძლო გენოტიპებია A დიდი, B პატარა, B პატარა. A დიდი, A პატარა, B პატარა, B პატარა. შემდეგი 3/16 რეცესიული და დომინანტური ნიშნების მქონე ინდივიდები, მწვანე და გლუვი. შესაძლო გენოტიპებია A პატარა, B დიდი, B დიდი. A პატარა, B დიდი, B პატარა. ხოლო დარჩენილი 1/16 ორივე რეცესიული ნიშნის მქონე ინდივიდია. გენოტიპით A პატარა, B პატარა, B პატარა. დიჰიბრიდული შეჯვარების საფუძველზე მენდელმა ჩამოაყალიბა მესამე კანონი. ნიშან-თვისებების დამოუკიდრება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება. ადამიანს დაახლოებით 25,000 გენი აქვს. ეს გენები განლაგებულია 46 ქრომოსომაში. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა გენს თავისი საკუთარი ქრომოსომა ვერ ექნება. მეტიც, შეუძლებელია თითოეულ ქრომოსომაზე სულ რამდენიმე გენი მდებარეობდეს. ქრომოსომებზე უამრავი გენია მოთავსებული განსაზღვრული თანმიმდევრობით და ზოგჯერ ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაც კი. შეჭიდულ გენებს უწოდებენ იმ გენებს, რომლებიც ერთსა და იმავე ქრომოსომაში მდებარეობს. რადგან ისინი ძალიან ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან, ერთმანეთს ვერ დაშორდებიან და დამოუკიდებლად ვერ გადანაწილდებიან. ამ ფენომენს გენთა შეჭიდულობა ეწოდება. შეჭიდული გენების შემთხვევაში შეჯვარებისას გამეტების და შთამომავლების გენოტიპთა თანაფარდობა ისეთი არ იქნება, როგორცაც მენდელის გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი წინასწარმეტყველებს. მოდით უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს საკითხი. სხვადასხვა ქრომოსომებზე ან ერთ ქრომოსომაზე, მაგრამ დიდი დაშორებით მდებარე გენები დამოუკიდებლად ნაწილდება. ეს იმას ნიშნავს,
რომ ამ გენების ალელები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხვდება გამეტებში. ორ მაგათ ჰეტეროზიგოტურ ორგანიზმში A დიდი A პატარა, B დიდი B პატარა, ამ წესის გამო 4 სხვადასხვანაირი გამეტა წარმოიქმნება. თითეული თანაბარი 25%-იანი სიხშირით. ხოლო გენების ვარიანტები, რომლებიც ერთ ქრომოსომაზე ახლოს მდებარეობენ, უფრო ხშირად ერთიანად გადაეცემა მემკვიდრეობით, ვიდრე ცალ-ცალკე. განვიხილოთ თომას მორგანის ცდები. მორგანი სწავლობდა გენთა შეჭიდულობას ბუს დროზოფილაზე. მან შეაჯვარა რუხი გრძელფრთიანი ბუზი A დიდი A დიდი, B დიდი B დიდი გენოტიპით და შავი მოკლეფრთიანი ბუზი A პატარა A პატარა, B პატარა B პატარა გენოტიპით. შედეგად მიღებულ F1 თაობაში ყველა ბუზი იყო A დიდი A პატარა, B დიდი B პატარა გენოტიპით, ანუ რუხი და გრძელფრთიანი. შემდგომ, როცა უკვე F1 თაობის ჰიბრიდები ერთმანეთთან შეაჯვარა, მენდელის კანონის მიხედვით უნდა მიიღო 9-3-3-1-თან განაწილება. თუმცა ეს შედეგი ვერ მიიღო, რაც მიუთითებს, რომ გენები არ გადანაწილდა დამოუკიდებლად. ამის გამო ჩაატარა გამაანალიზებელი შეჯვარება და F1 თაობის ჰიბრიდი A დიდი A პატარა B დიდი B პატარა გენოტიპით შეაჯვარა რეცესიულ ჰომოზიგოტთან. გენოტიპით A პატარა A პატარა B პატარა B პატარასთან. აღნიშნულ შემთხვევაში მენდელის კანონის მიხედვით უნდა მიიღო თანაბარი დათიშვა 1-1-1-1-თან დათიშვით. მაგრამ შედეგად მიიღო 41.5% რუხი გრძელფრთიანი, იგივე პროცენტით შავი მოკლეფრთიანი, ხოლო 8.5%-ით რუხი მოკლეფრთიანი და ასევე 8.5%-ით შავი გრძელფრთიანი. მან ეს მოვლენა ახსნა გენთა შეჭიდულობით და კროსინგოვერით. გენთა სრული შეჭიდულობის დროს დიჰეტეროზიგოტი A დიდი A პატარა, B დიდი B პატარა გენოტიპით წარმოქმნის მხოლოდ ორი ტიპის გამეტას. A დიდი B დიდი, A პატარა B პატარა. არასრული შეჭიდულობის დროს ხდება ქრომოსომების მონაკვეთების გაცვლა, ანუ კროსინგოვერი. შედეგად მიიღება მცირე რაოდენობით ახალი კომბინაციები. ამ შემთხვევაში A დიდი B პატარა და A პატარა B დიდი. მორგანის ცდებმა დაამტკიცა, რომ ზოგიერთ გენთა შორის არსებობს შეჭიდულობა და ისინი მემკვიდრეობით ერთად გადაეცემა, რაც არღვევს მენდელის დამოუკიდებელი განაწილების კანონზე მოლოდინს. ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის რეგულარულად მიმდინარეობს ალელურ გენთა უბნების გაცვლა. ჰომოლოგიურ ქრომოსომებზე მოთავსებული გენი ერთმანეთს ენაცვლება. კროსინგოვერი და გენთა შეჭიდულობა საერთო გენეტიკური მოვლენებია. ისინი დამახასიათებელია როგორც მიკროორგანიზმებისთვის, ასევე სოკოებისთვის. ფართოდ არის გავრცელებული მცენარეებსა და ცხოველებში, მათ შორის ადამიანშიც. კროსინგოვერი უზრუნველყოფს გენების რეკომბინაციას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომბინაციური ცვალებადობის ზრდაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ევოლუციის პროცესში. შეჯამებისთვის კი გიტოვებთ სქემას. ეს იყო ვიდეო გაკვეთილი დიჰიბრიდულ შეჯვარებასა და გენთა შეჭიდულობაზე. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტევოთ საინტერესო სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.